ორივე აქვს რაღაც დადებითი, მაგრამ რო ავიღოთ და რო შევადაროთ ერთმანეთს, დიდ წრეში უფრო ხშირად ხდება განხეთქილებებიც, არის რაღაც უფრო მეტი კონფლიქტი, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ არის ასევე რაღაც დადებითიც, მაგალითად უფრო მეტი აზრი, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რაღაცით, ასევე უფრო მეტი თავგადასავალი, რომელიც მეგობრობას ყველაზე ლამაზ და ასე ვთქვათ, დადებითს ხდის. მაგრამ ვამჯობინებდი ვიწრო წრეს, რადგან ვიწრო წრეში მყოფი საზოგადოება მე არ ვუბრალო ადამიანი ფარგლებს არ უნდა გაცდე. უბრალოდ ვიწრო წრე არის სანდო წრე, სადაც შეგიძლია დამფიქსირო შენი აზრი და ამ წრეში გეყოლება ესეთი ადამიანები, რომლებიც მიგიღებენ ისეც როგორიც ხარ და დაგიჭერენ მხარს, რაც არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, მცირე და ნამდვილი სამეგობრო წრეს ჯობს, რადგან დიდ სამეგობრო წრეში ხშირი არის განხეთქილება, ჩხუბი და ელემენტარული შური. ეს არის დამოკიდებული როგორც ადამიანზე, ასევე სკოლაზეც. გააჩნია სკოლა როგორ ვითარებას, როგორ ასე ვთქვათ, სივრცეს შექმნის, რამდენად ადაპტირებული იქნება ის ბავშვებზე, რამდენად სახალისო იქნება მათთვის დილით სკოლაში წასვლა და ასევე ადამიანზე არიან უამრავი სახის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არც სიამოვნებდეთ, ყოველდღიური, ასე ვთქვათ, დატვირთვა გააჩნია ისევ სკოლას, მაგრამ არის მეორე სახლი ჩემთვის, რადგან მე იმ გარემოში, სადაც ვარ, მე მხვდება ისეთი საზოგადოება, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია ადამიანსაც და სკოლასაც. ჩემ შემთხვევაში ალბათ მეორე ოჯახი, რადგან ამ სკოლაში გავიზარდე, არ არის დაძალება არც ერთ მხრივ და პლუს ამას ყავს მეგობრები, რომელთაც შემიძლია ყველაფერი გავუზიარო, ვატარებ ძალიან კარგ დროს და ძალიან კარგი გარემოა. არის რაღაც, ასე ვთქვათ, ხაზები, რომელიც ადამიანმა არ უნდა გადალახო, არა უბრალოდ მეგობრობაში, არამედ ჩვეულებრივ ურთიერთობებშიც, რადგან მე მგონია, რომ ყველაფერს აქვს რაღაც საზღვარი. და ეს საზღვარი მე პირადად ყველგან ვიცავ, რადგან არ მსიამოვნებს, ასე ვთქვათ, საზღვრის ფარგლების ძალიან გადაბიჯება და მე ვთვლი, რომ მეგობრობაში არის რაღაცები, რაც შეიძლება ვაპატიოთ, თვალ დავხუჭოთ, მაგრამ ადამიანი არ არის, ასე ვთქვათ, ისეთი ადამიანები არ არიან, რომლებიც ღირსნი არიან ყველაფრის პატიების მით უმეტეს, იმიტომ რომ დღევანდელ ვითარებაში საერთოდ ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან ძნელია და მით უმეტეს, როდესაც ყველაფერზე თვალს დახუჭავ, ეს არ არის არც ნორმალური და არც რაღაც მხრივ მისაღები. გააჩნია ყველაფერს, თუ ხედავ ადამიანი, რომ ნანობს თავის შეცდომას, რატომაც არა, მაგრამ თუ ხედავ, რომ საერთოდ არც უფიქრია თავის შეცდომაზე, ვფიქრობ, არა. საქართველოსაც აქვს თავის დადებითი მხარე და საზღვარგარეთიც. მაგალითად ის, რომ საქართველოში შენი კულტურა, ახლო ადამიანები, ელემენტარულად საერთო რელიგია და ყველაფერი საერთო, თუმცა საზღვარგარეთი იმიტომ ჯობია ალბათ, რომ ახალი გამოცდილებები, ახალი კულტურები და ალბათ ახალი განათლებაც, ან განათლების სხვა ხედვა, სხვა ეტაპი. დღესდღეობიდან გამომდინარე, შეიძლება თქვა, რომ უცხოეთში საზღვარგარეთ, რადგან მე პირადად მგონია, რომ რაღაც, ვთქვათ, გამოსასწორებელი გვაქვს ალბათ საზღვარგარეთ, რადგან დღესდღეობიდან გამომდინარე, სწავლება საქართველოში არ გვთავაზობს იმდენ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება საზღვარგარეთ მივიღოთ და ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, ცუდი დღესდღეობით, რომ უმეტესობა მოსწავლეები დგებიან არჩევანის წინაშე. საქართველოში გააგრძელონ სწავლა თუ უცხოეთში, მაგრამ გააჩნია მომენტს, რადგან მიღებული განათლება არ მხოლოდ უბრალოდ ასე ვთქვათ, არ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ჩვენში ხშირად მაგალითად ილია, რომელიც უცხოეთში იღებს განათლებას და შემდეგ მოდის და სამშობლოს ახმარს, ეს სამწუხაროდ დღესდღეობით ხშირად არ ხდება.
რომ დავაკვირდეთ, დღეს სოციალურ ქსელებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომ ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელიც სოციალურ ქსელში სამწუხაროდ იმაზე დიდ დროს ატარებს ვიდრე რეალურ ცხოვრებაში, მისთვის ასეა თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ინტერნეტ ქსელებში განთავსებული არა მხოლოდ აზრი, არამედ ის ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელებს, ასე ვთქვათ, ახასიათებს. ის იცვლის პიროვნებას და ხდება ვიღაცის პატარა ვერსია. ეს ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ თითქოს თვითგამოხატულების შესაძლებლობა უფრო და უფრო გვეკარგება, როდესაც ინტერნეტზე დამოკიდებული ვხდებით. მართალია ინტერნეტსაც აქვს რაღაც დადებითი, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელობაში ნეგატიურიც ძალიან ბევრი არის ინტერნეტ ქსელიდან გამოწვეული. ხშირად ეს შემთხვევები, როდესაც შეიძლება ინტერნეტმა სოციალურმა ქსელმა თვით შეფასება დაგინგრიოს, გაგინადგუროს. შეიძლება ამ სოციალური ქსელებიდან მოვიდეს ესეთი კრიტიკა, რამაც შენი თავის საერთოდ სხვანაირად დაგანახოს, შეგაძლოს და ბევრი საშინელება გამოიწვიოს შენ ცხოვრებაში. შეიძლება ერთი კონკრეტული ვერ ავიღო, იმიტომ რომ ყველა ადამიანი და მე პირადად ვსწავლობ რაღაც ახალს, რაღაც ისეთს აცოცხლებს ნებისმიერი ჩემთვის ახლო ადამიანი ჩემში, რომ რაღაცით მინდა რომ წინ გადავდგა ნაბიჯი და არა უკან დავხიო. ამიტომ თქვი კიდევაც რომ ვიწრო წრე გაჩნია ვიწრო წრეს. თუ ჯანსაღი ვიწრო წრე არის, რა თქმა უნდა, შენ არა უკან მიხევ, არამედ წინ მიდიხარ. და რომ გადავხედოთ თუნდაც ჩემი მშობლები, რომლებიც ისტორიასაც ვისმენ და ხვდები, რომ მათ ისეთი დრო გამოიარეს და ფარხმალი არც ერთხელ არ დაყარეს, მეც არ უნდა დავნებდე ბევრ საკითხში. ასევე ადამიანები, რომლებიც ჩემი ირგვლივ არიან, თითქოს ახალ გაკვეთილს და ახალ თავგადასავალს თავაზობენ და ამიტომ ყველა ადამიანი გვთავაზობს რაღაც ახალს და ეს სიახლეც უნდა მივიღოთ. ამიტომ ყველა ადამიანში ვპოვლობთ რაღაც ისეთს, რაც თითქოს ჩვენი ახალი მე არის. მე არ ვამბობ, რომ ასე ვთქვათ, უნდა ვიქცეთ სხვის პიროვნებას, არა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ჩემი საბოძი ადამიანები არიან ბებია და დედა, რადგან ჩემში იმდენი, ასე ვთქვათ, შრომა აქვს ჩადებული, შეუძლებელია ეს არ დაუფასო და ვისურვებდი, რომ ჩემ შვილსაც ან შვილიშვილსაც იგივე გავუკეთებ, რასაც ისინი მიკეთებენ. ახლა არ მინდა სიღრმეში ვილაპარაკო, თუმცა ზედაპირულად ვიტყვი, რომ ალბათ მსგავსი ადამიანები არ არიან და არც იქნებიან ჩემ ცხოვრებაში. სამწუხაროდ თავისუფლებას ახლა არ აქვს მარტივი, ასე ვთქვათ, ახსნა, რადგან ჩემთვის პირადად თავისუფლება გადმოიქცემა ხელოვნებაშიც, გადმოცემის ის შესაძლებლობა, სადაც არავინ არ გზღუდავს, არავინ არ გაკონტროლებს და მით უმეტეს შენი აზრი მიღებული არის, რადგან დღესდღეობით გამომდინარე რაღაც პრობლემებს ამ ყველაფერში ვაწყდებით და გონია რომ თავისუფლება არის დააფიქსირო შენი აზრი ისე როგორც გინდა, მიიღონ შენი აზრი. არა შეიძლება არ დავადასტუროთ ჩვენი აზრები, ყველას აზრი არ მივიღოთ, მაგრამ მოვუსმინოთ, გავიგოთ და ყოველგვარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე მივიღოთ. ნამდვილი თავისუფლება ჩემთვის არის ის, რომ გამოვხატოთ ჩემი აზრი კრიტიკის გარეშე, მიიღონ ჩემი აზრი, მომისმინონ და არ თუნდაც არ დავამცირონ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი მქონდეს.